ქართველი და ქრისტიანის სინონიმები იყო. ამან გადაარჩინა ქართველიერი დღეს, ამიტომ დგავარ ჩვენ ახლა აქ, ამიტომ გვაქვს იმედი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და ამას ყოველთვის ებრძოდნენ და ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ჟული წაერთმია. ჟულის წართმევა სხვადასხვანაირად ხდებოდა. ზოგი გეუბნებოდა, რომ ქრისტიანობა უარყვავი, მართლმადიდებლობა უარყვავი სხვა დენომინაციაში გადადი, ან ქრისტიანობა უარყვავი საერთოდ სხვა რელიგია მიიღე, ან ცხოვრების წესი შეიცვალა. არა თუ ტრანსცენდენტული ორიენტირი აღარა აქვს ადამიანს. ადამიანს მიწიერი ორიენტირი წაერთვა. ვინ არის ის? ვერ გაურკვევია თვითონ. ეს დემონური, მახინჯური მოძღვრება, რომელიც ჟულის გარყვნაა იგივე. რა მნიშვნელობა აქვს ქრისტეს როგორ უარყო? და როგორი ძალადობით შემოდის, აი პირდაპირ ძალადობით, რომ შენ თუ გინდა რომ კარგად იყო და ბედნიერად იყო და დასული იყო, უნდა ჟული უარყო. აბა შახ აბასი და ეს მონგოლები და არაბობა